სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების სერიის რიგით მეორე კონცერტი გაიმართა. თამარ ლიჩელის ორგანიზებული საღამოები თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებში ჩატარდება. ეს გახლავთ კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს. ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. აი ამ ულამაზეს დარბაზში ტარდება სწორედ დღეს კონცერტი. დღევანდელი საღამო ეძღვნება ქართულ მუსიკას. რამდენადაც მე ვიცი, ქალბატონი თათარ ლიჩელისგან იგი სისტემატიურად მართავს ამ ტიპის ღონისძიებებს მთელს საქართველოში. რასაკვირველია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის და იმის გაცნობიერებისთვის, რომ ქართველმა ერმა შექმნა მე-20 საუკუნეშიც და 21 საუკუნეშიც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ხელოვნება და მუსიკა. არა მარტო საქართველოში, საქართველოს გარეთაც ძალიან ბევრმა ძალიან კარგად იცის ქართული მუსიკის და ქართული კომპოზიტორების ღვაწლი საერთო მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებაში. თავმოყრილი იქნება თითქმის ყველა კლასიკური მუსიკის ფუძემდებლების ნაწარმოებები. ეს არც უცბა ისეთი პატარა და ადვილი საქმე. არა მარტო დღეს 24-ში ეს იგივე გამეორდება თელავის მსმენელთან. საქართველოს